ვიდეო ნახე ინტერნეტში, ძალიან შემაშფოთებელი შინაარსის, მოდი მოусმინოთ, თვითონ თვითმხილველი ყვება ისტორიას და მე გავარჩიოთ ეს საკითხიც. მინდოდა რომ სახეში შემომერტყა. წინა ვიდეოში ვთქვი რომ დღეს ვიყავით ასული ჯვრის მონასტერზე, მე ჩემი ქმერდა ბავშვები და რაღაც ფოტოებს ვიღებდით, ნენეს ვათვალიერებინებდით ირგვლივ ყველაფერს, ვიყავით ბედნიერები, სანამ არ მოხდა ეს ამბავი. ირგვლივ რა თქმა უნდა ქართველებზე მეტი იყვნენ უცხოელები და ერთი დაჯგუფება არაბების 4-5 ბიჭი იყო. იდნენ მონასტრის კედელთან და ერთ-ერთი ეწეოდა სიგარეტს. მიუახლოვდა ქართველი კაცი, რომელიც მე მგონი ალბათ იქ მუშაობს, დრონით იღებდა რაღაც ვიდეოებს და ხომ გითხარით, რომ აქ არ შეიძლება მოწევაო და თუ შეიძლება ჩააქრეთო და ამან დამცინავად გამოხედა. არ მიაქცია ყურადღება, გააგრძელა მოწევა. ისევ გაუმეორა, რომ თუ შეიძლება ჩააქრეთო და მაცადეო დამამთავრებო. ეს ინგლისურად ხდებოდა საუბარი. და მაშინ ეზოს გარეთ გადი და იქ დაამთავრეო. და ამ ბიჭმა არაო. და მოისროლა ეს სიგარეტი, ფეხებში მოგვიგდო. ეს კაცი გაცეცხლდა, როგორ იქცევითო? აქო ეგრე მოქცევა არ შეიძლებაო. ეგრე მოიქეცის შენს ქვეყანაში და წადიო. და ამან ისე დამცინავად, ისეთი სახე ქონდა, რომ მინდოდა შემომერტყა. მერე ჩემო ქმარმაც უთხრა, გადიო აქედანო და ისიც ისე დამცინავად იხედებოდა და ჩემო ქმარს უთხრა, თუ შეიძლება ინგლისურადო და მივედი მე ყველაფერი ვუთხარი, რომ იყო არასწორი, რომ იყო სხვის მიწაზე, რომ პატივი უნდა ეცა იმ მიწისთვის და იმ ადამიანებისთვის, სადაც იმყოფება, რომ არ აქვს ასე მოქცევის უფლება და ასე შემდეგ, ბევრი რამე უთხარი. და ისევ დამცინავი სახე მივიღე პასუხად. ამ კაცმა ქართველ კაცმა დარეკა პატრულში და აუხსნა სიტუაცია, იმიტომ რომ იქ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა და იყო ჩხუბი. ეს არაბები ისევ დამცინავი, როგორი ამაზრზენი სახეებით გვიყურებდნენ, ვერ წარმოიდგენთ. სულ რომ არაფერი ეთქვათ ამ სახეების გამო ჭკუიდან გადავედი, მაგრამ სამწუხაროდ ამბობდნენ, რომ არ მიგვეკითხება, რაც უნდა იმას იზამენ და ასე შემდეგ. ამ კაცმა დარეკა პატრულში, აუხსნა სიტუაცია და გამოუშვითო ეკიპაჟიო ჯვრის მონასტერზე, აქ არის ჩხუბიო. ეს ბიჭები დაიძრნენ, ეს არაბები ეზოს გარეთ და ეს ქართველები ჩვენც წამოვედით, გამოვყევით. ეს კაცი ომნებმა არ წახვიდეთო, პატრული მოდისო და ვისაც გინდათო იმას დაურეკეთო, ან ფეხები ვერ მოგჭამონო. მერე მე უთხარი, რომ მე რომ იგივე მექნა შენს ქვეყანაში, ხომ გამროზგავდნენ, ან კიდე უარეს მიზამდნენ თქო. ისევ დამცინავი სახე. მერე ამ კაცმა უთხრა, წადი შენს ქვეყანაშიო, აქ არ გაქვს მაგის გაკეთების უფლებაო და მსგავსი რაღაცეები ესაუბრა და ამან ეგო რასიზმიაო. და მე უთხარი, რომ ეგ არ იყო რასიზმი, ეს იყო წმინდა ადგილი ჩვენთვის, რომელსაც უნდა ეცა პატივი. მაგრამ წავიდნენ მანქანისკენ, ამ კაცმა არ წახვიდეთო, პატრული მოდისო, მაინც წავიდნენ, სანამ ჯდებოდნენ, თითი აგვიწიეს, მიხვდებით, რომელი თითი. წავიდნენ ისე ბედნიერად. ამ კაცმა გადაიღო მანქანის ნომერიც და ყველაფერს და არ ვიცი შემდეგ ხა რა მოხდა, მე ბავშვებთან ერთად ვიყავით ჩვენ და წამოვედით. მაგრამ დანარჩენმა ქართველებმა დიდი ვერაფერი ხმა ვერ ამოიღეს და როცა წავიდნენ, მერე დაიწყეს ოღ თავზე და გვასხდნენო და ასე შემდეგ. ხალხო შემდეგ რა მოხდა გეტყვით. არაფერი არ მოგვიდოდათ იმათ, არაფერი. რა უნდა მოხდეს, ჩაჯდნენ და შეურაცხყოფ მიაყენეს, წავიდნენ. არაფერი არ მოხდება. რამე კანონი კი არ არსებობს, მაგრამ არც არსებობს რამე კანონი,
რომ აი რაღაცა რატო ეწევი და მაგაზე ვინმე დასაჯო. რამეს კი არ ეცდება საერთოდ. სულ რომ ჯერ კანონი მიაღებინო, იმ კანონს რამდენად შეასრულებენ, კანონი შეიძლება ქაღალდზე დარჩეს. და ვინმე რამეს კი არ ეცდება. და ვინმე რამეს იმიტომ არ ეცდება, რომ სინამდვილეში ეგრე დგას უკვე ქვეყანაში საკითხი, რომ იმისთვის საშიში აღარ არის ეგეთი ქცევა. იმისთვის სახიფათო აღარ არის შეუძლია ეგრე აი გამომწვევად ისაუბროს. რაღაცა შეურაცხყოფელი იყოს, აგრესიული იყოს და გარშემო კი იყო ხალხი, ქართველები იყვნენ, მაგრამ ეგრე ეგეთი გარემო დამკვიდრდა, რომ პრობლემა აღარ აქვს. რა თქმა უნდა, კითხვაზე შენ ქვეყანაში რომ მოვიქცე ეგრევე, შენ ქვეყანაში რა მოხდება და რა თქმა უნდა, მან კითხვაც არ არსებობს, კაცო, იმათ ქვეყანაში პოლიცია მოსვლას ვერ მოასწრებს საერთოდ. სანამ პოლიცია მოვა, მანამდე მოუვა ადამიანს ისეთი უბედურება, რომ არც გაივლებს იქ არავინ თავში მას დრამეს. ხო და მან უნდა მივხვდეთ ჩვენ რამდენად რთულ მდგომარეობაში იმყოფებით. მან უბრალოდ ისე კი არ დგას, კი აღარ დგას საკითხი, რომ აი რატო პატრული რამეს არ აკეთებს. პატრული კი არა, კაცო, აი ვინმე მიკრო იმოქმედოს, ვინმე მიკრო გააკეთოს, მათ შორის საზოგადოების ნაწილი შეუტევს იმ კაცს, რომ აი როგორ შეიძლება ძალადობა ეს რას აკეთებთ რაღაცა რელიგიური ფანატიზმის გამო ძალადობ და რაღაც ეგეთი ფორმულირებებიც წამოვა მათ შორის. და მათ შორის ახლა აგერ თვითხილველი ყვება, რომ ბევრს რეაქცია არც ქონია. ბევრი თვითონ იყო აღშფოთებული, მაგრამ რეაქცია არ ქონია. ანუ რაღაცა მასიური ნიჰილიზმით, გულგრილობაც, უკიდურესად ანტიეროვნული ლიბერალური ცნობიერებაც, რომელიც აქეთ შემოგიტევს თუ რაღაც ეროვნული ინტერესების, ან რელიგიური სიწმინდეების დაცვას დაიწყებს. არა კაცო, იმასაც ხო ხედავთ, თვითონ ქართველებშიც არიან აი ესეთი უკიდურესად ლიბერალურად განწყობილი პერსონაჟები, რომლებიც თვითონ კრეხელობენ. და მაგ პირობებში საზოგადოებას აღარ გააჩნია იდეოლოგიური კონსოლიდაცია საბაზისო საკითხებზე, რომელიც მას მისცემს საკუთარი საარსებო სივრცის მორალური სტანდარტების დაცვის შესაძლებლობას. უბრალოდ ადამიანები როცა ასეთ გარემოში ხვდებიან, ადამიანებს რაღაცა ინდივიდუალური უკიდურესი რისკის ხარჯზეღა თუ შეუძლიათ, რომ აი რაღაცა თავის თავზე აიღონ რაღაცა სვლა, რომელიც გაურკვეველია შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები ამაზე რა რეაქციას მოახდენენ, საზოგადოების დიდი ნაწილი რომ შეუტევს წინასწარვე გასაგებია და ვიღაცამ შეიძლება გარისკოს და აი რისკის ფასად წავიდეს ამ ნაბიჯზე და იმ არაბულ ქვეყნებში, ისლამურ ქვეყნებში ეგრე კი არ არის, კაცო. იქ ეხა ვიღაცა თავპირს რომ დაალეწავს მათი სიწმინდის შეურაცხყოფელს, ხო? მათი რელიგიის შეურაცხყოფელს. იმას რამე კითხვა კი არა აქვს აი ხლა ამას საზოგადოება რას მეტყვის? მე ხო არ დამიჭერენ. არა კაცო, დემეს მედალს ჩამოკიდებ, დააჯილდოვებენ, რაცა შეაქებენ. საზოგადოება არ ექნება რაიმე სხვა გამოხმაურება გარდა იმისა, რომ გარშემო ვინც კი დაინახავს, ყველა მიეხმარება. და ჩვენ მე რატო ვლაპარაკობ იცით ამაზე? ეს ხალხო არის აი როგორი განგაშის სიგნალი, იცით? აი უკვე რომ ეგ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, აი პირდაპირ მონასტერში თავხედობს ვიღაცა. მანამდე ვნახეთ ეგერ კადრები, ვიღაცა მივიდა და ეკლესიის ღობეს მიაშარდა და გარშემო ხალხი დადიოდა და არავის რეაქცია არ ქონია. ხო და ეგ არის შემზარავი სურათი. და ეგ შემზარავი სურათი რაღაცას უნდა გვეუბნებოდეს. ეგ უნდა გვეუბნებოდეს იმას, რომ არ არის ხალხო ეგრე აქ რომ მომრავლდეს სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მიგრანტების რაოდენობა, არ დგას საკითხი ეგრე, რომ საქართველოში ვიღაცა რაღაცას ვერ გაბედავს. საერთოდ აღარ დგას ეგრე. იმიტომ რომ იმათ ხარეს
სრულიად გარკვეულია კონსოლიდირებული რაზე უნდა იყვნენ და რაზე არ უნდა იყვნენ. იმათმა მხარე მიცის, რომ აი იქ თუ რაღაცა ჩხუბი ატყდა, თავისიანები ვინც იქნებიან, ყველა იჩხუბებს. და ერთი კითხვა არ ექნება არავის, აი ახლა მივეხმარო არ, ყველა იჩხუბებს. და აქეთა მხარის შემთხვევაში საკითხი როგორ დგას, იცით, აი თითქოს რაღაცა ცალსახა მორალური დასკვნა უნდა კეთდებოდეს რაღაცა ნაბიჯზე. ცალსახა კონსოლიდაცია უნდა იყოს და მაგ მომენტში ხალხმა აღარ იცის უკვე. აი რაღაცა ნაბიჯი რო გადავდგა, ვიმოქმედო, დავიცვა სიწმინდე, დავიცვა ჩვენი რელიგიური ნორმები, დავიცვა მორალური ნორმები. მანდ პოლიცია ვის შეუტევს? კი, პოლიციის შემთხვევაში შეიძლება პოლიციის შემთხვევაში რისკი გეკუთვნოდეს. და ეგ არ არის არანაირი გამამართლებელი საკითხი, რომ აი პოლიცია მე ხო დამიჭერს და არაფერი არ ქნა, ეგ არ არის გამამართლებელი საკითხი, რაღაც მორალურ კატეგორიებს თუ ეხება, განურჩევლად იმისა რისკზე უნდა წახვიდე. დაგიჭერენ თუ არა. მაგრამ რისკზე როგორც წესი მიდის ადამიანი იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია შეიძლება გიჭერდეს, მაგრამ საზოგადოება შენსკენ არის. და საზოგადოების ნაწილი თუ ლიბერალურად არის განწყობილი, აქეთ გიტევს, უფრო ძლიერია და ჩაგქოლეს. და ის ნაწილი, რომელმაც იდეაში უნდა დაგიცვას, იმ ნაწილის მნიშვნელოვანი პროცენტი ჩუმდება. მანდ ხა ამ სამწუხარო მდგომარეობას ვიღებთ და ეგ რატოა ამის ახსნა, იცით, მნიშვნელოვანი? ამის ახსნა მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ უკიდურესი განგაშის სიგნალია, როცა ვიღაცა გვეუბნება, რომ აი ქალს მოუწია პასუხების მოთხოვნა და რაღაცა რეაგი ლაპარაკი მოუწია ქალს წესიერად მოიქეცით. ხო, აი გოგოა და აგერ რაღაცა ისე ლაპარაკება, რომ წესიერად მოიქეცი. ეგ როგორი განგაშის სიგნალია და იმასაც რაღაცა დასცინიან და იქიდან რაღაცა შუათითი აჩვენეს და რაღაცა კატასტროფა სამარცხვინო ვითარებაში ვართ ხალხო.